რა ახალ საზღვრებს გვიხსნის მედიტაცია, საკუთარი თავისა და სხეულის შეცნობის. სამყაროს საიდუმლოებებთან დასაკავშირებელი ეს უძველესი და უნიკალური მიმდინარეობა, რომელიც იოგების შეფასებით ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია სულიერი ამაღლებისა და შინაგანი სიმშვიდის მისაღწევად. კოდის ამ ეპიზოდში წარმოგვიდგენთ პირველ პოდკასტური ფორმატის ინტერვიუს. უпроსტად ძალიან საინტერესო და საჭირო საუბარს. აგნე იოგის მკვლევართან და პრაქტიკოსთან ზაქარია ტატინაშვილთან. მოდი დავიწყოთ ადამიანის არსით. ჩვენ ვიცით ადამიანის ფიზიონომია მატერიალური რეალობაში, რა ხდება ასტრალურ იგივე ატიპ განზომილებებში, რას რა უკავშირდება ადამიანის ფიზიკურ სხეულში და საერთოდ რა მოვლენაა ადამიანად ყოფნა. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, აქ ერთი აქცენტია გასაკეთებელი, ზუსტადაც რომ თან ვიცით და თან არც ვიცით ფიზიკური მდგენელი ადამიანის და ის ინფორმაცია, რაც თანამედროვე მეცნიერებამ და ბიოლოგებმა და ანატომებმა მოგვაწოდეს, ეს არის მხოლოდ საშუალება, რომ გამოვიყენოთ ნამდვილად ჩვენი ფიზიკური სხეულის შესწავლა აღმოჩენისთვის. და ის მთავარი პლატფორმა, რომელიც ნამდვილად მოგცემს საშუალებას, რომ შევეხოთ იგივე თქვენს მიერ ნახსენებ ასტრალურ სამყაროს და კიდე სხვა უამრავ განზომილებებს ყოფიერების, რომელიც ჯერ ჩვენს, ასე ვთქვათ, ინფორმაციულ ველში არ იმყოფება, მაგრამ ზდასთან ერთად თანდათანობით კომანდი ხდება. ადამიანის არსი ფიზიკურ სამყაროში არის ისევე უსასრულო, რამდენი წახნაგით შეიძლება სფეროში არსებობდეს და პრიზმის, ასე ვთქვათ, სხეულში სხივის გარდატეხის მრავალი გრადაციის ალბათობის არსებობაც შეიძლება გამოხატავდეს ადამიანის მრავალმხრივობას. თუმცა არის რაღაცა ის საერთო ამ განსხვავებულ მრავალფეროვან გამოხატულებაში ადამიანის არსისა, რომელიც დაგვეხმარება, რომ ყოველთვის ამოვიკითხოთ ეს რთული ქარგი. და ზოგადი ტერმინი, რაც შეიძლება ითქვას, ეს არის გამკრივებული ენერგია, რომელმაც დროებით საკუთარი თავი დაივიწყა ისეთად, როგორიც იყო, რათა ასევე თავისთვის შეეხედა გვერდით. და რაც უფრო მეტად მკვრივდება ენერგია, ის უფრო მეტად ცდილდება თავის ჭეშმარიტ პირვანდელ იმანენტურ თვისებას და გამოხატულებას. დააძლევს საკუთარ თავს საშუალებას გვერდიდან დაინახოს და ეს ჭრედა საკუთარი თავის არის დიადის შემოქმედება, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში ნაცისთან ასოცირდება და რა თქმა უნდა მას აქვს ასევე დაბალი ადამიანური მანკიერი მხარე, რომელიც ასე ვთქვათ დაავკოლების ქვას წამოვიგეთ ადამიანები, მაგრამ პირველადი და საწყისი იდეა არის დიდებული. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ნარცისიზმი